42 ქვეყანაში ვარ დამყოფი და ასეთი სტილის საზღვრის კვეთა პირველად მაქვს. გავიარეთ ქუჩები, შემდეგ პატარა ბაზრობა. აქ შეგიძლიათ ხილიც გააყოლოთ ხელთ ან სათამაშოები. მოკლედ ეგზოტიკაც ასეთი უნდა საზღვარზე. ხო, კიდევ ბავშვების უამრავი კოლონა კვეთდა საზღვარს ჩვენთან ერთად. სავარაუდოდ სკოლიდან მიდიოდნენ სახლში. სკოლაში წესასვლელად საზღვარი რომ გაქვს გადასაკვეთი მაგარია ხომ თან დღეში ორჯერ. ჩვეულებრივი ამბავია ამათთვის. მოკლედ ესეც ესკალატორი, რომელიც არ მუშაობდა და ფეხით ავედი და ხალხის რაოდენობა ნახეთ. დაახლოებით 9 საათი ვიდექი რიგში, შიგნით არ გადამაღებინეს, რა თქმა უნდა. გავიარე სტანდარტული საზაზღვრო პროცედურები და გამოვაღწიე მეორე მხარეს, როგორც იქნა. დავიძარით ჩვენი ავტობუსისკენ ისევ ფეხით. ავტობუსში ამოსულებს უკვე სადილით აკვდა კვერცხი, ბრინჯი, 2 ცალი კიტრის ნაჭერი და წყალი. სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი გემრიელი იყო. იშვიათია მსგავსი საკვები ვჭამო ხოლმე თანაც ბოლომდე. ძალიან მომეწონა. ესეც უკვე კამბოჯური სოფლები, სახლები, პეიზაჟები, ძალიან განსხვავებული გარემოა. რაც შევატყე, ახლა მიმდინარეობდა გზების რეკონსტრუქცია და სულ სამუშაოები ტარდება. ხელის შევლება კი ნამდვილად სჭირდება აქაურობას. ამასობაშიც დავიღალე და ჩემს ღუნღულობას ჩავეხუტე და დავიძინე, რომ გავიღვიძე უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავით. ჩამოვედი კამბოჯის ქალაქ სიემ რიპში. ესეც ავტოსადგური. არ შემიძლია ეს რომ არ განახოთ. VIP სკამები ნახეთ მოსაცდელში. სასტუმრო ტრანსფერით მქონდა აღებული და ახლა გაჩვენებთ ჩემს ტაქს. დადამ, აი ისიც. ტუკტუკია, ოღონდ ისეთი არა ბანგკოკში რომ დავქროდი. ყველგან მოტოა. დიდი, პატარა, ყველა მოტოზე ზის და ისე გადაადგილდება. ქუჩები დიდი და სუფთაა სხვათა შორის. ესეც ცენტრალური ნაწილი, ამ ხიდზე კი ბევრს ეირნობდი შემდეგ. ხო, მართლა პირველი რაც შევამჩნიე, გზაჯვარედინებზე შუქნიშნები არ აქვთ. ხალხო, წარმოიდგინეთ, ვინც დაასწრებს გზაც იმისია. სრული შოკი მქონდა. როგორც იქნა, მოვედით ჩემს სასტუმრომდე. აი, ასე შემომეგებდნენ სასტუმროში. დამახვედრეს ცივი სასმელი, რომელიც არ დაგიმალავთ და ზედმეტად უცნაური გემო ჰქონდა. ერთი ყლუპი ძლივს მოვსვი და ზრდილობის გამო ვიღიმოდი და კიდევ პატარა პირსახოცი ცეცხლის გამო გამოგადგებაო, თუმცა მასე ძალიანაც არ ცხელო და უნდა ითქვას. უცებ შემოგათვალიერებინებთ სასტუმროს მისაღებს, ძალიან ლამაზი და ავთენტური გარემოა, ესეც სასტუმროს რესტორანი, საღამოს აქ ვივახშმებ და აი ისიც. აუზი, რის გამოც ძალიან მოვიხიბლე ფოტოებიდან და დავჯავშნე უყოყმანოდ. საოცრად ლამაზი გარემოა, ერთი სული მაქვს, აქ როდის გავგრილდები ხოლმე. უნდა გითხრათ, რომ აქ აი ასეთი ბინადრებიც დამხვდნენ. საკმაოდ მეგობრულები კი არიან და მათთან ერთად თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიო, სხვა გზა არ არის. ჩემს ნომერშიც შემოგაჭყიტებთ, ძალიან სუფთა და საყვარლობა. ესეც აივანი, ჯაკუზით და აუზზე ხედით. კარგად რომ დავისვენე, სავახშმოდ რესტორანში ჩავედი და აი ასეთი ბანანის ფურცლებში შეხვეული კერძები მოჰქონდათ. ესეც ბრინჯის კოშკი. აბა რამდენს მოგაგონებთ ბავშვობაში პასკას რომ ვაწყობდით ხოლმე, ეგაა ზუსტად. მოკლედ დღეს არსად გასვლას არ ვაპირებ, კარგად უნდა დავისვენო, რადგან ხვალ ანკორვატი უნდა მოვინახულო და შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით ამ საოცრებაზე. თუ გაინტერესებს, გამომიწერეთ და დაელოდე შემდეგ ვლოგს. აბა დროებით.